დიადი მითები. დოკუმენტური სერიალის ავტორი ფრანსუა ბუნელი. ორფეოსი. შეუძლებელი სიყვარული. ერთ დროს იყო ერთი მუსიკოსი. ამბობდნენ, რომ მის ხმას არაჩვეულებრივი ძალა ჰქონდა. დაფლივით ტკბილი, ოქროსავით თბილი, ლითონივით ძლიერი. ის მოკვდავებს აამებდა და ყველაზე მკაცრ ადამიანებსაც კი გულს ულბობდა. როდესაც ორფეოსი ქნარს იღებდა და სიმებს ჩამოკრავდა, მგელი და ბატკანი, მელა და კურდღელი მის ღვთაებრივ მუსიკას გვერდ მდგარნი უსმენდნენ. ორფეოსის მოსასმენად მდინარეები კალაპოტს იცვლიდნენ. კლდეები და ქვები მიწიდან ამოიზრდებოდნენ და ირწეოდნენ. ამბობენ, რომ ღამით ოლიმპოს მწვერვალიდან ღმერთებიც კი იხრებოდნენ მისი სიმღერის მოსასმენად. ორფეოსი ნამდვილი კი არა, ნახევარ ღმერთი გახლდათ. დედა კალიოპე იყო, პოეზიისა და მჭერმეტყველების მუზა, თუმცა მისი მამა მოკვდავი თრაკიის მეფე სახელად ეაგრე. როდესაც ორფეოსი დაიბადა, სინათლის ღმერთმა და პოეტების მფარველმა აპოლონმა მისი აკუნის ძირში ქნარი დადო. უბრალო კი არა, განსაკუთრებული ძალის მქონე, ჯადოსნური ქნარი. 9 სიმიანი, 9 მუზის პატივსაცემად. ამ საჩუქრის შედეგად გაჩნდა ჭორი, იქნებ ახალშობილი ბავშვი. სინამდვილეში თავად აპოლონის შვილია. ორფეოსი მუზების გარემოცვაში გაიზარდა. პატარა ბიჭს ისინი მფარველობდნენ, ასწავლეს დაკვრა, წერა, შეთხზვა და სიმღერა. ორფეოსი ყველაფერს სწრაფად ითვისებდა. ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ტყეებში ხეებს თავის მელოდიებზე რომ აცეკვებდა. საბერძნეთის უძველესმა მუხებმა ეს ცეკვები არ დაივიწყეს. ზოგიერთი მათგანი სამუდამოდ გაყინული დარჩა ცეკვის პოზაში. მისი შთამბეჭდავი სიმღერები ხოტბას ასხამდა სამყაროს შექმნას, ღმერთებისა და ადამიანების წარმოშობას. ასეთი სიმღერები ადამიანთა მოდგმას ცხოველურ ბუნებას აშორებდა და უფრო ნატიფი, ცივილიზებული ცხოვრებისკენ მიმართავდა. ორფეოსის ზრდასთან ერთად ღრმავდებოდა მისი ნიჭიც. ახალგაზრდა კაცს თავგადასავლების წყუროდა, ის შორეულ ქვეყნებსა და საგმირო საქმეებზე ოცნებობდა. აპირებდა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას. სადაც უნდა წასულიყო, ადამიანები ტაშს უკრავდნენ, ყვავილებით ხვდებოდნენ და ეთაყვანებოდნენ. ერთ დილას იგი თესალიაში ჩავიდა და შეიტყო, რომ იასონი არაჩვეულებრივი ნივთის, ოქროს საწმისის საპოვნელად ექსპედიციას აწყობდა. ეს საწმისი სინამდვილეში ფრთოსანი ვერძის, ქრიზომალოსის ტყავი გახლდათ. ის მრავალი წლის განმავლობაში წმინდა ტყეში, მუხის ხეზე ეკიდა, რომელიც კოლხეთში, მსოფლიოს მეორე ბოლოში მდებარეობდა. ორფეოსი ოქროს საწმისის ამბით მოხიბლული დარჩა და გადაწყვიტა მასზე სიმღერა დაეწერა. როგორ აღმოჩნდა ეს იდუმალი საწმისი იქ მსოფლიოს კიდეზე, საბერძნეთისგან ასე შორს. მან შეიტყო, რომ ეს უბრალო ოჯახური კონფლიქტის შედეგად მოხდა. ორი პატარა ბავშვი სახელად ფრიქსე და ჰელე დაძმა, სასტიკი და შურისმაძიებელი დედინაცვლის მსხვერპლნი გახდნენ. დედინაცვალს ბავშვები იმდენად სულდა, რომ მათ მოსაშორებლად მზაკვრული გეგმა შეიმუშავა.
მათი მამა დაარწმუნა, რომ აუცილებელი იყო ბავშვები მსხვერპლად შეეწირა. პრიქსემ და ჰელემ გაქცევაში დახმარება ზევსს თხოვეს. ოლიმპოს მთის შეძრწუნებულმა მმართველმა გადაწყვიტა ბავშვებს დახმარებოდა და მათ თავისი ფრთოსანი, ოქროს საწმისიანი და ოქროს რქიანი ვერძი, ქრიზომალოსი გამოუგზავნა. და-ძმა ვერძს ზურგზე შეახდა და კოლხეთისკენ გაემართა. ფრენის დროს ჰელეს ცნობის მოყვარეობამ სძლია. ზედმეტად გადაიხარა და შავი ზღვის შესასვლელთან წყალში ჩავარდა. იმ დროიდან იმ სრუტეს მის პატივსაცემად ჰელესპონტი ეწოდება. კოლხეთში რომ ჩავიდა, პრიქსემ ვერძი ზევსს შესწირა. შემდეგ ოქროს საწმისი წმინდა მუხაზე ჩამოკიდა. ამ საწმისის ხიდან ჩამოხსნა რთული არ იქნებოდა, მაგრამ იმ ქვეყნის მეფემ საწმისის დაცვა დრაკონს დაავალა. ეს საზარელი ცეცხლის მფრქვეველი მხეცი ყველას წვავდა, ვინც მასთან მიახლოებას გაბედავდა. იასონს არც დრაკონები და არც სხვა დემონური არსებები არ აშინებდა. ის 20 წლის იყო და ამას აქში ახალგაზრდები ხომ უშიშარნი არიან. ლეგენდარულ საწმისზე მას უარს ვერაფერი ათქმევინებდა. სასწორზე სამეფო იდო და ეს იასონის სამეფო გახლდათ. თუ ოქროს საწმისს დააბრუნებდა, სამეფო ტახტი მას ერგებოდა. იასონს ესმოდა, რომ ყველა ვინც საწმისს ეძებდა დაიღუპა. ეს იყო საფრთხეებით სავსე მოგზაურობა. ორფეოსმა, რომელმაც საფრთხის შესახებ კარგად იცოდა, იასონს თავისი მომსახურება შესთავაზა. თავიდან იასონი ყოყმანობდა, რისთვის გამოადგებოდა მუსიკოსი ან პოეტი. მას ჯარისკაცი ან გამოცდილი მეგზური სჭირდებოდა. ორფეოსი დაჟინებით მოითხოვდა. მან აუხსნა, რომ მისი ქნარი, ღმერთ აპოლონის საჩუქარი, ნიჩბოსნების ძალისხმევას გააძლიერებდა, ხოლო სასოწარკვეთის მომენტებში მისი ლექსები თანამგზავრების განწყობას აამაღლებდა. იასონი დათანხმდა მის წაყვანას. ახლა მხოლოდ გემი სჭირდებოდათ. გემს ეწოდა არგო, მისი შემქმნელის არგოსის პატივსაცემად. ეს იყო უზარმაზარი გემი, მისი ეკიპაჟი კი დიადი გმირებისა და მეფის სულებისგან შედგებოდა. ამ არაჩვეულებრივ თავგადასავალში მონაწილეობის მისაღებად ისინი საბერძნეთიდან ჩამოვიდნენ. იასონმა 52 საუკეთესო მეგზური აერჩია. ესენი იქნებოდნენ არგონავტები. არგოს გრძელი მოგზაურობა დაიწყო. მოგზაურობა, რომლიდანაც ვერავინ დაბრუნდებოდა, ორფეოსი ეკიპაჟის ნაწილი რომ არ ყოფილიყო. ამ ვირტუოზი მუსიკოსის გემზე ყოფნა ყველას დაამახსოვრდებოდა და მის საგმირო საქმეებს არასდროს დაივიწყებდნენ. ორფეოსის ხმა ამშვიდებდა ზღვაზე აბობოქრებულ ქარიშხალს, აცხრობდა ეკიპაჟის რისხვას, ეხმარებოდა ნიჩბის მოსმის ტემპის შენარჩუნებას. მისი სიტყვები მენიჩბეებსაც ამხნევებდა. ორფეოსმა შეძლო სიმპლე გადების კლდეები უკან დაეხია, როცა გემის დამსხვრევის საფრთხე წარმოიშვა. მანვე მოხიბლა ოქროს საწმისის მცველი, საზარელი დრაკონი. მაგრამ მოგზაურებს კიდევ არაერთი განსაცდელი ელოდათ. არგონავტები უკან ბრუნდებოდნენ. ღამდებოდა. არგო ცურვას აგრძელებდა. მოულოდნელად უცნობი კუნძული გამოჩნდა. შემდეგ ქარიც ამოვარდა. ზღვა აკანკალდა. უეცრად წყალში ლამაზ, მოხდენილ ქალწულთა ჯგუფი გამოჩნდა. ისინი გემის გარშემო ნელად ცურავდნენ. შემდეგ სიმღერაც წამოიწყეს. უცნაური სიმღერა, ნელი, სევდიანი გალობის მსგავსი. მათი ხმები ცას წვდებოდა. არემარე სავსებდა და საღამოს ვარსკვლავებს ეფინებოდა. ცოტა ხანში მეზღვაურებმა ხიბლს ვეღარ გაუძლეს. ისინი მზად იყვნენ ზღვაში გადამხდარიყვნენ და შეერთებოდნენ დემონურ არსებებს, რომლებიც სირინოზების სახელით იყვნენ ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ სირინოზს მშვენიერი და მიმზიდველი იერსახე აქვს, სინამდვილეში ბოროტი არსებაა. ის ნახევრად ქალია, ნახევრად თევზი. მისი მიზანი იყო მაცდური სიმღერით მოკვდავთათვის გზის გაგრძელებაში ხელის შეშლა.
მაშინ ჩაერია ორფეოსი, მან ქნარი აიღო და სიმღერა წამოიწყო. ეს სიმღერა იმდენად მშვენიერი და წმინდა იყო, რომ ქალთევზების გალობა გადაფარა. სირინოზები განცვიფრდნენ, ენა ჩაუვარდათ, ბოლოს გაუჩინარდნენ. არგო გადარჩა. სირინოზები კი იმდენად შეძრწუნებულნი იყვნენ ორფეოსის სიმღერით, რომ თავი მოიკლეს. მათგან სულ მცირე ორი რამდენიმე თაობის შემდეგაც იქ იყო, როდესაც ოდისევსი გამოჩნდა. ოქროს საწმისის მოსაძებნად წამოწყებული ლეგენდარული ექსპედიცია დასრულდა, მაგრამ ორფეოსი განაგრძობდა თავის მოგზაურობას. ის ეგვიპტეში გაემგზავრა, სადაც მემფისის ქურუმებმა შეიფარეს. იქ 20 წელი დარჩა. ეგვიპტეში ყოფნისას ორფეოსი ახალ რიტუალებში ჩაერთო, თავი ახალ ღვთაებებს მიუძღვნა, თუმცა ოლიმპოს ღმერთები არ უარყო. ორფეოსის შთაგონებით შეიქმნა ახალი მიმდინარეობა, რომელსაც თითქმის რელიგიური ხასიათი ჰქონდა. მან თავის მიმდევრებს, რომელთა რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა, ხორცის ჭამისგან თავის შეკავება ურჩია. ეს რეკომენდაცია ღმერთების გამოწვევას გავდა. პრომეთემ, ამბოხებულმა ტიტანმა, გადარჩენის მიზნით კაცობრიობა ხორცის ჭამისთვის გაწირა. ამგვარად პრომეთეს ქმედების გამო ადამიანები შიმშილისა და სიკვდილის პირისპირ აღმოჩნდნენ. მკვდარი ცხოველების ჭამაზე უარის თქმით, ორფეოსი ამ პროცესს არღვევდა. ძირს უთხრიდა ზევსისა და პრომეთეს მიერ დამკვიდრებულ პოლიტიკურ რელიგიურ სისტემას. იგი წყვეტდა კომუნიკაციის გარკვეულ ფორმას, რომელიც ყოველთვის არსებობდა ადამიანებსა და ღმერთებს შორის. სწორედ მშვენიერ ევრიდიკესთან შეხვედრა გახდა ორფეოსისთვის საბედისწერო ზღვარი. ერთ დილას ორფეოსი ტყის განაპირას სეირნობდა, მზეანათებდა და აისიც. ევრიდიკე ნიმფადრია და გახლდათ, ერთ-ერთი ნიმფა, რომელიც ხეებს შორის ჭალებსა და ტყეებში ბინადრობს. იგი სილამაზისა და გრაციოზულობის განსახიერებას წარმოადგენდა. ორფეოსისთვის, რომელიც მანამდე ქალთა სქესით ნაკლებად ინტერესდებოდა, ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. ევრიდიკე იყო ის ქალი, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა. მისი ორეული, მისი გულის წადილის ხორცშესხმა, სიმღერა, რომელიც არასდროს შეუსრულებია. როდესაც ორფეოსმა მას ცოლობას თხოვა, ევრიდიკეს ბევრი არ უფიქრია, მაშინვე დასთანხმდა. ორფეოსმა ქორწილში ღმერთები და ქალღმერთები მიიწვია. ცერემონიას უკლებლივ ყველა დაესწრო. ამ დღესასწაულის დროს უცნაური რამ მოხდა და ეს თითქმის შეუმჩნეველი დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ქარის გამოძრავებაც არ იგრძნობოდა, ჩირაღდანი ციმციმებდა. ის ჰიმენს, ქორწილების მფარველ მეფეს ეკუთვნოდა. ცეცხლის ალი ირხეოდა და შემდეგ ჩაქრა. ეს ცუდს მოასწავებდა. გავიდა მრავალი თვე. ორფეოსი და ევრიდიკე ბედნიერად ცხოვრობდნენ. მათი სიყვარული სულ უფრო მტკიცდებოდა იმ დღემდე, სანამ ტრაგედია დატრიალდა. ორფეოსი დიდი მუხის ხის ჩრდილში იჯდა და პოემას თხზავდა. ახლო მდებარე მდელოზე ნიმფებიც ეკვავდნენ. ყველა მხიარულ უდარდელ განწყობაზე იყო. ევრიდიკეს ნაკადულის ჩხრიალის ხმა მოესმა და მისკენ გაეშურა. ცოტა ხანში მზის სხივებით განათებულ ტყეს წააწყდა. შემდეგ ყვავილებს შორის დაწვა. ახალი ჩაძინებული იყო, როდესაც ახალგაზრდა მწყემსი გამოჩნდა. მას არისტეოსი ერქვა.
მწყემსი ახალგაზრდა ქალის სილამაზით მოიხიბლა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და დაიხარა, რომ უკეთ დაენახა იგი. როდესაც ევრიდიკესთან ჩახუტება სცადა, ახალგაზრდა ქალმა გაიღვიძა და შეჰკივლა. შემდეგ შეშინებული წამოხდა და მინდორში გაიქცა. იმდენად შეშინებული იყო, რომ გაქცევისას გზაზე ვერ შენიშნა გველი. ერთ წამში გველგესლა წამოიმართა და კოჩში უკბინა. ქალი წაბორძიგდა და მაღალ ბალახში დაეცა. როდესაც ორფეოსმა იპოვა, ევრიდიკე უკვე მკვდარი იყო. ორფეოსის გლოვის საზარელმა ხმამ ნიმფებს ძრწოლა მოგვარა, ხეები კი აკანკალდნენ. სასოწარკვეთილი ორფეოსი ყველაზე საყვარელი არსების დაკარგვას ვერ შეგუებოდა. სიკვდილმა ორფეოსს ევრიდიკე წაართვა, მას ძვირფასი ადამიანი აუცილებლად უნდა დაებრუნებინა. ორფეოსმა გადაწყვიტა ის, რაც მანამდე არც ერთ მოკვდავს არ გაებედა. ჩასულიყო ქვესკნელში, იმ სამეფოში, საიდანაც ჯერ არავინ დაბრუნებულიყო. ორფეოსმა აიღო ქმნარი და გზას გაუდგა. გაიარა უღიმღამო უკაცრიელი ტერიტორია. მყრალი ორთქლით გაჟღენთილი ველები, გარშემორტყმული გოგირდის უზარმაზარი ტბებით. ეს იყო რთული მოგზაურობა. ორფეოსმა მდინარე აქერონის მყრალ ჭაობებსაც მიაღწია, რომელიც ოდნავ მოშორებით საზარელ მდინარე სტიქსში ჩაედინებოდა. იქ სიბნელეში ორფეოსმა დაინახა მოხუცი ქარონი, რომელიც მისკენ ნავით მიიწევდა. მან ამოიღო ქნარი და დაიწყო სიმღერა. ჯერ მდინარე სტიქსის მკაცრი მენავის, შემდეგ კი სამთავიანი ძაღლის ცერბერის წინ, რომელიც ქვესკნელის შესასვლელს იცავდა. მისი მუსიკა იმდენად მშვენიერი, სრულყოფილი და გულში ჩამწვდომი იყო, რომ ქარონი და მისი ძაღლი ცერბერი მოიხიბლნენ და მის შეშვებაზეც დათანხმდნენ. ორფეოსი მკვდრების ქვეყანაში კიდევ უფრო ღრმად შევიდა. შემდეგ ის ყოვლის შემძლე ჰადესისა და მისი ცოლის დედოფალ პერსეფონეს წინაშე წარსდგა. ორფეოსმა მათ თავი დაუკრა, კვლავ ქნარის სიმებს ჩამოკრა და მწუხარებით სავსე სიმღერა შეასრულა. შემდეგ მოღჟული სახით პერსეფონესკენ შეტრიალდა. მან იცოდა, რომ დედოფალს მსგავსი განშორება თავადაც განეცადა. ისიც იტანჯებოდა, როდესაც ჰადესმა დედას წაართვა და ქვესკნელში ჩაიყვანა. ორფეოსის სევდიანმა სიმღერამ უცნაური გავლენა მოახდინა ტარტაროზის სიღრმეში მყოფ საუკუნოდ დაწყევლილებზე. მოულოდნელად დანაიდებმა შეწყვიტეს თავიანთი უძიროდოქების ავსების მცდელობა. სიზიფე თავის ქვას მიეღრდნო. ტანტალოსმა შეწყვიტა წყორვილის მოკვლის მცდელობა, ხოლო იქსიონის ბორბალმა შეაჩერა დაუსრულებელი ბრუნვა. კლდეებისა და გაპარტახების ამ ქვეყანაში თითქოს ყველაფერი სიმღერით გაიჟღინთა. ჰადესიც და პერსეფონეც კი ცრემლებამდე შეძრწუნდნენ. დაიყოს ასე, წარმოთქვა ჰადესმა. შეგიძლია წაიყვანო ევრიდიკე. თუმცა ერთი პირობით, ეს ამ სამეფოს კანონია. ვიწრო ბილიკზე, რომელიც მიწის ზედაპირზე ადის, შენ პირველი წახვალ, ცოლი კი უკან გამოგყვება. მის შესახედად არ უნდა შემოbrunde, არც ერთხელ სანამ დღის სინათლეს არ დაინახავ. ორფეოსი გახარებული იყო და მაშინვე დათანხმდა, მაგრამ ისე არ მოხდა, როგორც ჩაფიქრებული იყო. ორფეოსი იმ გზას დაადგა, რომელიც აქ ჩამოსასვლელად გაიარა. თავად წინ მიდიოდა, უკან ოდნავ მოშორებით ევრიდიკე მიყვებოდა. მიდიოდა და არ ტრიალდებოდა. გზას ჩუმად მიუყვებოდნენ. ორფეოსი წინ მიუძღო და ევრიდიკე უკან მისდევდა. ადიოდნენ კლდიან ბილიკებზე,
ახდებოდნენ უძირო უსკრულებს. სქელი ნისლით გარშემორტყმულნი ქვესკნელის კიდეებზე გადადიოდნენ. თითქმის სინათლესაც კი მიაღწიეს. კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და მალე მზის პირველ სხივებსაც იხილავდნენ. სწორედ იმ მომენტში, როდესაც მიზნამდე ცოტაღა იყო დარჩენილი, ორფეოსი შემობრუნდა და ევრიდიკეს პირდაპირ თვალებში ჩახედა. უბედურმა ევრიდიკემ უკან დაიხია. სასოწარკვეთით გაუწოდა ხელები ორფეოსს, რათა მას დაეჭირა. უკვე გვიანი იყო. მოქვითინე ევრიდიკემ იგრძნო, რომ უხილავი ხელები უკან ეკაჩებოდა და უეცრად გაქრა. სიბნელემ შთანთქა. ორფეოსი უკან ისევ უსასრულო წყდიათში გაიქცა. ახლა ქვესკნელის მეფისა და დედოფლის ფეხებთან დაემხო. ევედრებოდა, თუმცა ამაოდ. ამჯერად ჩვენ არაფერი შეგვიძლია უპასუხა ჰადესმა. ვეღარ დაგეხმარებით. ორფეოსი უკან მიწის ზედაპირზე დააბრუნეს. რა მაიძულა ორფეოსს დანებებულიყო და ევრიდიკესთვის შეეხედა. რატომ გააკეთა ეს? ამ კითხვაზე პასუხი ვერავინ გასცა. ეს მიუთითებს იმ სირთულეზე, რომელსაც ხანდახან მოკვდავები აწყდებიან. სწორედ მაშინ, როდესაც გვეჩვენება, რომ წარმატება ახლოსაა, როდესაც ყველაზე რთული ნაწილი უკან მოვიტოვეთ და პატარა უმნიშვნელო დაბრკოლება გაგვრჩება, სწორედ მაშინ ვცდებით. გონება გვებნევა და ყველაფერი წყალში იყრება. ორფეოსი განასახიერებს ჩვენს ხელიდან გაშვებულ ყველა შესაძლებლობას, სიყვარულს, მეგობრობას, რომელიც დავკარგეთ. როდესაც ქვესკნელიდან მარტო დაბრუნდა, ორფეოსი, ახოვანი გმირი, გენიალური მუსიკოსი და შეუდარებელი პოეტი, აჩრდილს დაემსგავსა. განადგურებულმა და უნუგეშოდ დარჩენილმა გადაწყვიტა სამყაროს განშორებოდა და მთელი ცხოვრება განდეგილად გაეტარებინა. გულმოკლული, მთელ ღამეებს ვარსკვლავების სქერაში ატარებდა. სასოწარკვეთილი მაინც რაღაც ნიშანს ელოდა, რომელიც არასდროს გამოჩნდებოდა. ორფეოსის მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა. მის მიერ შექმნილი მელოდიები, ლექსები, ტრაგიკული და მელანქოლიური იყო. ერთ დღეს ორფეოსმა უარი თქვა სიმღერასა და ცეკვაზე მაენადებთან, დიონისეს ველურ ქალ მიმდევრებთან ერთად. ისინი ღმერთის ორგიასტული მსვლელობის დროს ჭკუიდან გადადიოდნენ ხოლმე. ამჯერად დიონისეს გააფთრებულ თაყვანისმცემლებს მობეზრდათ მისი გოდება და მარტოობა. პოეტი ნაწილებად დაგლიჯეს, თავი მოკვეთეს და დიდ მდინარეში ჩააგდეს. შემდეგ წარმოუდგენელი რამ მოხდა. მოკვეთილი თავი მდინარეში მიცურავდა და კვლავ მღეროდა თავის სევდიან ბალადას, დიდი ხნის წინ დაკარგულ სიყვარულზე. ბოლოს დინებამ ზღვაში გაიტაცა, სანამ კუნძულ ლესბოსს არ მიაღწია. როდესაც ტყეში მყოფმა ცხოველებმა ორფეოსის სიკვდილის შესახებ შეიტყვეს, ტირილი დაიწყეს. მგლოვიარე ფრინველებმა შეწყვიტეს გალობა, მძლავრ მუხებსა და ცაცხვებს ფოთლების სვიოდათ. გლოვობდნენ მუსიკოსს, ხოლო მდინარეები და ნაკადულები ცრემლით ივსებოდა. მუზებმა, რომლებიც ორფეოსის ერთგულნი დარჩნენ, მისი სხეულის ნაწილები შეაგროვეს და ოლიმპოს მთის ძირში დამარხეს. მათ პოეტის ქნარი ზევსს გადასცეს. ღმერთების მეფემ აიღო ქნარი და გვერდით დაიდო, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის შუაგულში, რათა პატივი მიეგო უბედური მიჯნურის ხსოვნისთვის. მისი ქნარი ხომ სამყაროს ჰარმონიით ავსებდა,
ორფეოსის ჯადოსნური ინსტრუმენტიდან, რომელიც მისი სულით იყო განათებული, დაიბადა თანავარსკვლავედი. ის ღამით მოჩანს ხოლმე და ცის სიბნელეს ანათებს. მას თანავარსკვლავედი ლირა ჰქვია.